სალამი მეგობრებო. დადგა დღე, როცა ჩვენ უნდა კარგად გავიხსენოთ და კარგად გასცნობოთ არასაჭირო ფაქტების სახეზეა. თუ როგორ იქცეოდა აგენტების ხროვა საქართველოსთვის ერთად ყველაზე მძიმე დროს, როდესაც ჩვენ გლოვობთ პატრიარქს. იმიტომაც უნდა გავიხსენოთ მეგობრებო, რომ თვითონ ამ ხროვის წევრებმა გამოთქვეს გარკვეული პრეტენზია ჩატარების ამ გლოვის სამგლოვირო ცერემონიალის ჩატარების წესთან, ორგანიზატორებთან და ასე შემდეგ და ჩვენ უნდა აუცილებლად ჩვენ უნდა შევახსენოთ თქვენს, შევახსენოთ მათ თუ რა გარეწრები არიან და როგორ ითხოვენ ეს ადამიანები რაღაცნაირად მონაწილეობას გლოვაში, ოღონდ მანამდე რა აქვს ნათქვამი, მაგრამ ეს არ აუშავს. შეიძლება მოინანიოს დღეს ასლაპარაკობენ, კი ბატონო. ხო, ანუ ადამიანმა შეიძლება ჩაიდინოს სისაძაგლე და შეიძლება მოინანიოს ძალიან ქრისტიანული ეს, მაგრამ დღესაც რას აკეთებენ და როგორ აშუქებენ. მოდი დავიწყოთ 20 წუთიანი 4 წუთიანი მნიშვნელოვანი ვიდეოა მეგობრებო და მოდი ვუყუროთ ამას და შემდეგ უკვე მივხვდებით რაზე იქნება დღეს საუბარი. გავუშტის. პატრიარქი წავიდა. მე ჩავთვალე. თუმცა ჩვენ უბრალოდ ვიღავართ, ვინ გაიქცა ჩვენ ძალიან კარგად ვიცით. გაიქცა პატრიარქი, რომლის ადგილი ქარიყო, რომელიც არყოს შემადგენლობდა საქართველოს. ამიტომ ამაშია მთელი საქმე. სამწუხაროდ დღევანდელი პატრიარქი ილია მეორე და მისი უმრავლესობა ჯერჯერობით, რაც მათ შერჩენილი აქვს სინოდში, ვერ არის ღირსეული მემკვიდრე ჩვენი პირველი პატრიარქების და იმდროინდელი სასულიერო წოდების. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ერს ყავს პიდარასტის მამაცმავლური ცოდვით შეპყრობილი თავმჯდომარე სინოდს რა. მოდით იმას ავქნათ, რა ქვია. კაცეს საპატრიარქო მიმბრალდებელს, რაც მეუფე პეტრემ წაუყენა. არც ზოგადად იმ ინფორმაციას ჩავუგდივართ შოქში, რომ სამღვდელობას შორის შესაძლოა ჰომოსექსუალები იყვნენ. რა თქმა უნდა არიან. ორი ადამიანია ამაზე პასუხისმგებელი, აი ამ ორმეფობის ესე იგი გარემოში, რომელიც საქართველოში გვაქვს, ახლა არის ორმეფობა. ერთი ეს არის ბიძინა ივანიშვილი და მეორე არის პატრიარქი. სამწუხაროდ ჩვენი საპატრიარქოს მთლიანად ასდა ქრისტიანობას საერთოდ აღარ იცის რას ლაპარაკობს და პირდაპირ ესე მოუწოდებს ხელისუფლებასაც და ბნელძალებსაც რომ იმოქმედონ იმისთვის რომ ადამიანები აიყვნენ თანასწორად. აპოკალიფტური მხეცი, რომელსაც კურთხევა სამწუხაროდ მიცა პატრიარქმა. და ამითი ვერ გათაბარავთ ვერაფერს, ვერც ხელისუფლება და ვერც საპატრიარქო. ახიხეთ მახვილი და მახვილი თვე წარწყლებით. აი ეგ აპოკალიფტური მხეცი, რომელიც თქვენ გამოუშვით. თქვენ ვერ დაგხვდეთ. ეს სულაც არა თავისუფლებს პასუხისმგებლობისაგან ილია მეორეს და საპატრიარქოს. პირიქით ხელისუფლებას ხვერპლია ეკლესიასთან მიმართებაში, საპატრიარქოსთან მიმართებაში. და ეს ყველაფერი მართულია და თან მე რომ ვიაზრებთ ვის მიერ არის მართული და ვისი წლობით ყოველ კვირას ქადაგებებში ნაგროვებით, წვეთწვეტობით, ბოროტებით არის ამ ხალხის ტვინები გამორეცხილი. საქართველოში არსებობენ ბობოლა, შავცვერა, მაჯლაჯუნები. ეს ბარბაროსული, ეს ველური აქტი, რომელიც ახალისებული იყო ასევე ეკლესიის მიერ. ამიტომ დღეს ეკლესია დაისო გაუნახლებელი უციგნური ადამიანები. ჩვენ საპატრიარქომ არ უნდა გმართოს. საპატრიარქოში დღეს რუსული გავლენებია. საპატრიარქო ებრძვის თვითმმართველობას, თანასწორობას, თავისუფალ არჩევანს. ასე ევროპის სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ. თქმა უნდა, ამ ყველაფერს ყავს კონკრეტული დანაშაულების ჩამდენი პირები. ვინც ამ ყველაფერს აორგანიზებენ. და ამ ყველაფერს დამოორგანიზებელი ვინ არის? მაინც მოუწოდა. საპატრიარქო, რა თქმა უნდა. ზალათ დანიშნული თანამოსაყდრეთ რუსეთის აგენტი ასევე ის კაცი არც ვიცი სახელი და გვარი და ვინ საერთოდ ვინ ჩემი ფეხებია უკაცრავად. მე თავარ პასუხისმგებლობას ვაკისებ ილია მეორეს ამ ქვეყნის შეფერხებისთვის, ამ ქვეყნის საპატრიარქოს დაბნელებისთვის. შეამჩნევდით, რომ დღეს სტუდიაში ერთი უცნაური სტუმარიც გვყავს. ეს არის მარიამი, სათამაშო პისტოლეტით, რომელიც როგორც წესი ცნობილია თვითმკვლელი ღვთისმშობლის სახელით, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ პისტოლეტი სათამაშოა, სინამდვილეში ის თავს ვერ მოიკლავს, ასე რომ ცოცხალი დარჩება და მოგვიანებით იესოსაც გააჩენს.
დაიყვანეთ ეთერიდან გაბონია თუ შეიძლება დროია ხო და საერთოდ გვარიც კი არის twin არის ხო წადი გიორგი უკვე გვაცნობ ძალიან ხო მინა გიორგი ერთ წესი კაცი მოწონს ხო ხო ნუ დიდი ბოდიში რომ ეს კიდევ ერთხელ გავიმეორეთ მაგრამ ეს იყო აი როგორი ჭინკების და როგორი იცი აი ჩლიქები რო აქვთ და კუდი პატარა მაგრამ ჩლიქიანები ხო რა ჩლიქები კუდი ცოტა რქა აი ჭინკების ყიყინი ისმოდა ხო ის რაღაც სუდი ხმები ცოტა მისტიკური და ცოტა ზებუნებრივი უსამშობლოთა კრება მე ტრანსცენდენტალური ხო მე ძალიან არა ეს რა იყო ვახ ძალიან მაკვირვებს ხოლმე ამათ რო აქვს პრეტენზია რატო გვეზარქთ უსამშობლოებს ანუ ეს ვიდეო არის კიდე ერთი მაგრამ სხვათა შორის არგუმენტი ძალიან მძლავრი არგუმენტი მათი უსამშობლობის მაგრამ თქვათ აი ამ სკერეთის All Star-ში მაინც ძალიან მაგრად გამოირჩევა ნიკა გვარამია იმიტომ რომ მას შეუძლია აი მანდაც კი გამოანათოს ყველაფერი იდიოტობა აქვს ნათქვა მე უფეშიოზე ეგ არ მახსოვდა და უბრალოდ სანამ მე უფეშიოზე გადავალთ მეგობრებო აი ეს კარტი გაუშვით რა ტაბულას აი შედევრი ანუ ეს იყო რომ შედევრი ბოდიში თქვენი ურწმუნო გაუნათლებელი უჯულო დედავატირე თან ეს არის ნიუსი აი ტაბულამ რეები იკადრა ბიჭო ექსკლუზივის ძიებაში პირველმა რომ ამათმა გამოაცხეს ოფიციალურ განცხადებას რომ არ დაელოდნენ ექსკლუზიური ინფორმაციით რომ დადის გარდაიცვალაო ანუ რამდენი ქვეტექსტუალური ბოღმა და სიგიჟედებს ამაში რომ თურმე მოსაყდრე მიესალმა შემდეგ მოსაყდრეზე ცაკვე გვაქვს ვიდეოები და მოდი გავუშვათ რა ანუ ჯერ რუსეთის კაციაზე ხო ჩაიციკლნენ და მე იმ დაკრძალვის დღეს აცნობდა მეუფე სოფლიო პატრიარქს თავრობის წევრი ჯერ ხო იყო ბუღაძე რო გამოვარდა ეს გვაქვს ეგ ვიდეო არ ვიცი ეგ ვიდეო გვაქვს თუ არა მაგრამ ცუდი მამის უფრო ცუდი შვილი მაგას რა თქვია ხოლმე კი მაგრამ ხო ვერ ვიტყვი სოფლიო პატრიარქს არაპირებენო ჯერ ერთი ჯერ მაგით დაიწყო რომ არაპირებენო რომ შემოუშვანო და წირვას უგზალავენ და ასწრებენო მერე კიო წირვას კი შეიძლებაო რომ დაასრულოს მაგრამ წირვის უფლებას არ მიცემენო ახსოვს რეებზე შეკრებილი გვაქვს ამონარიდები რას პროპაგანდირებდა ფორმულა პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ გლოვის დღეებში გავუშვით რაღაცნაირად კულტი შექმნეს და თაყვანს სცემდნენ და სამწუხაროდ ეს კულტი შექმნეს ქართველებმა პატრიარქისგან ამდენი ხალხის მისვლა იქ რაღაც ნაწილმა აღიქვა რაღაც ერისერთიანობის რაღაც გამოვლინებად რაღაც ნაწილი გაღიზიანდა რომ რატო თქვათ არის თქვათ ამხელა გლოვა მე ვერ ვიტყვი რომ საზოგადოება იყო ერთნიშნად ასე ვთქვათ ლოიალური იგივე პატრიარქის და იგივე საპატრიარქოს მიმართ საქართველოს დარჩება საქართველოს ეკლესია 200 წლიანი რუსული გავლენის ქვეშ თუ დაიწყება რუსეთიდან გათავისუფლების ასე ვთქვათ დასაწყისის პროცესი მართალი გითხრათ მე ვაპროტესტებდი შინაგანად ამას მე მინდოდა უფრო პრინციპული ყოფილიყო უწმინდესი და უნეტარესი მოსკოვის პოლიტიკის მიმართ და მე არ მომწონდა ეს ასეთი ლოიალური ურთიერთობები და მოფერებითი რა ასე ვთქვათ ეგზისტენციალური გამოწვევა სად რჩება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ისევ რუსულ ორბიტაზე თუ არა ეგზისტენციალური გამოწვევა არის საზოგადოებასთან დოლბის აღდგენა შეძლებს თუ არა რომელიც ბოლო პერიოდში აბსოლუტურად გაანიავეს და საქართველოს ეკლესია ამ დროს ფორმალურად იყო დამოუკიდებელი რუსეთის ეკლესიისაგან ფორმალურად არსებობდა ავტოკეფალია და ჩვენს პატრიარქს ასე ვთქვათ ჩვენი პატრიარქის ამოცანა იყო ამ ფორმალური ავტოკეფალიის შიგნით განახორციელებია ჩვენ მოეხდინა ჩვენი ეკლესიის ემანსიპაცია რუსეთთან მიმართებაში პატრიარქს ეს ამგვარი საჭიროება წინ არ დასდგომია თუმცა მიუხედავად ამისა მოუწია აერჩია მოსაყდრე მე მაინც არ მჯერა ვერცერად რომ ეს მხოლოდ მისი შინაგანი ხმა იყო და ვფიქრობ რომ
დღეს საქართველოში მყოფი ეპისკოპოს ილარიონ ალფეევის ვიზიტი რაღაცნაირ კავშირში იყო ამ ნაბიჯთან და ქადაგებები თუ შეიცვალა ქადაგებების შინაარსი მისი პატრიარქობის პერიოდში და თუ გახდა უფრო პროდასავლური. მეგობრებო, კიდე ერთ სიტყვი. დობა დაკარგაო. ხო მაგ ჯერ. 1.5 მილიონი ადამიანის მეტი კაცო. 2 მილიონი ადამიანის იქ არ ვიცი ციფრი. რამდენი თქვა BBC მილიონი ნახევარი. მოდი რა BBC-ს დაუჯეროთ სამწუხაროდ ერთხელ ცხოვრებაში თქვა. მე არ დაუჯერებ. კი ბატონო თქვა დაუჯეროთ 1.5 მილიონი ადამიანის იქ მისვლა არის თურმე დობის უპრეცედენტო დასწრება არის გავიგე. კაი, მოდი BBC-ს დაუჯეროთ ცოტა ხნით. მათ არ დაუჯეროთ რა. სოფლიო ისტორიაში ამ ვიდეოს რა ჩვენ გავუშვეთ. კიდევ ერთხელ რამდენი კითხვა, იმიტომ რომ ერთი დასასრული არის შედევრი, პროდასავლური. გარდა რომან კუსიანი გერდ რაგვარია. საღოლ რა რომან კუსიანი, გაგაცენ კოცირიძე. რომან კუსიანი ნაფტალში ჩადებული რაღაცა პალტო 30-იანი წლების შინელი. საიდან ამოთხარეთ? კუპონას გარდა. რომან კუსიანი. კუპონას გარდა. მე ვერ ვიცანი, ვერავინ და ვინ არიან ეს მართლა უსამშობლო აგენტები, ეს ღვთისპირიდან გადავარდა ხალხი ვინ იყო? რატო საუბრობდნენ პატრიარქს? არხმა საჭირო ჩათულა, ჩათვალა ამ გლოვის დღეებში. ეს ადამიანები, როგორც პატრიარქს ლებადაც კი არ ვიცნობთ. რა თქმა უნდა. ესენი მოეყვანა. კი, ვინ ილაპარაკებს, აბა სხვა არავინ არ ლაპარაკობს. არც თქვენ არიცით ვინ ვინ ჟანდაბები არიან, არ ვიცით. კაი, ეს ერთი. ნუ შესაბამისად არავინ არ ვიცით ვინ არიან, მაგრამ ფორმულა იქიდან გამომდინარე მათ ჰქონდათ ეს დირექტივა და აუცილებლად შესაძლებელი ბიზნესი რომ პატრიარქს ფორმულა მეუფე პეტრე რატო არ მოიწვია? ილაპარაკეს ცუდი. მეუფე არ არის. აღარ არის. ბატონი პეტრე. ბატონი პეტრე. ის ქალბატონი ან მამა ბოროტე. ერთ-ერთი ამ ტიპთაგანი ამბობდა რომ საზოგადოების ნაწილიო განარისხაო. აჰო ამდენ ხალხი რომ მივიდაო და ანუ საზოგადოებას რას ეძახიან მან სტუდიაში ვინც შეიკრიბნენ ეგენი ანუ ჩვენ სამი რო ზიართ და რო ლაპარაკობთ რომ აგერ საზოგადოების ნაწილი შფოთავთ ამ ფაქტზე ისეთი იდიოტები არიან მეგობრებო ისეთი და ისეთი იდიოტები არიან თუ ერთი მეც მათქვენ რამდენი ხანი ლაპარაკობთ რა კომენტარს და აიღე ესტაფეტა ჩვენ ყველას გვინდა რომ კულტზე ლაპარაკობენ კულტი არის რომ რამდენი ხალხი რო გამოვიდაო არის რომ ესო კულტი შეიქმნა ადამიანისო რა ანუ სამძიმარზე ადამიანის გარდაცვალებაზე პატივის მიგება თუ კულტი და კერპთაყვანისმცემლობა არის ესენი არიან რაღაცა საოცრად არეულ და დეფორმირებულ თეოლოგიურ მორალში გაჭედილები ესე იგი არ არსებობს არც ერთი სარწმუნოება და კულტიც კი არ არსებობს სადაც რაიმე ტიპის დეფინიცია რომ გარდაცვლილ ადამიანის პატივის მისაგებად გამოსული დიდი რაოდენობა ხალხი ნიშნავს ან რა კულტს ან კერპთაყვანისმცემლობას რა თქმა უნდა მე რაღა უნდა დავამატო მაგრამ ბოლო შეკითხვა არ მასვენებს ძალიან მაგარა პროდასავლური ეხლა ნახე მე აი ამ არ ვიცი ორ სიტყვიანი ანეკდოტის თუ საშინელი შეუთავსებლობის ამოხსნას პროდასავლური ქადაგება რას ნიშნავს აი წარმოიდგინე კანონიკური პირები რო შეკრებილებენ ქადაგებაზე რო საუბრობენ რამ ქრისტიანული კათეხიზმო კი არა თეოლოგიური წიაღისეები კი არა პროდასავლური როგორ გავხადოთ ქადაგება და მართლა კოფი ბრეიკი და აი რა უნდა შევიდეს არა პიროვნების თავისუფლების პრიმატი ევქარისტია იცვლება NGO ეთიკით რა თქმა უნდა სული ცხონება იცვლება ევროკავშირში დაწევრიანების სტიქაროსანი ფასილიტატორი ხო რაღაცა ისე ზოგადად ის რაც ჩვენ დღეს გვესმის ვიოლა ფონ დერ ლაიენისგან უნდა მეთოაპატია და პატრიარქის ქადაგებაში უნდა ყოფილიყო. მოდი ახლა შენ გვინდოდა დათო ტურაშვილის მოხსენიო? კი, მე მინდა დათო ტურაშვილი მოიხსენიო და სანამ მოიხსენებ ვიდეო უნდა გავუხსნო. რის გამო მინდა ეს მოხსენიო თან ტექსტ მომუნდეს მაგის მოხსენიება და გაახსენდეს. ოღონდ შენ ესა კი მე მაქვს მე განსაკუთრებული ის მაქვს ამ ადამიანისადმი. მოდი ცოტა ხანი ისექენი დააცხრე ცოტა გამსახურებული ოღონდ რა თქმა უნდა გამარტო ემოციები ერთი დასტური დათო რატო არის მოსახსენებელი? კაი ტიპის დაბეჭდილება სტოვებს ზოგიერთებში კიდე, იმიტომ რომ ღიად ნაცი არ არის, მაგრამ უარესია. კი. გავუშვი. ისტორიჩკა. აგერ ბაგზაუზე ხო ნახე, ჩემი თვალით ნახე ეს ადამიანები, პატრიარქს და თუ ასე გიყვარს პატრიარქი, გამოუშვი და შედალოცულო.
შენი აფერისტი, შენი ბანძიმსახიობი. რამდენი გოგოდა ბიჭი არის. სხვადასხვა ეს თხოვნა ქონდა პატრიარქს და სამწუხაროდ ეს თხოვნა არ შეუსრულეს, რომ ის ადამიანები გაეთავისუფლებინათ, როდესაც ვერაფერი ვერ დაუმტკიცეს და ციხეებში სხედა. ქონდა ეს თხოვნა დათო? ბატონო, ქონდა ეს თხოვნა, იცით ამის შესახებ? ეს ხალხო აღიარესულეს ერთხელ კი რამდენჯერმე მიმართეს ამ თხოვნით. და მე მინდა თქო აი ეს პირდაპირ ეთერში ვისარგებლე. ეხლა ჯერ არ მომეწონა რა თქმა უნდა, რომ პარტიული სხვა არ არის პატრიარქი ჩვენ ყველას გვერდით. რაღაცა კლუბი გააკეთეს დღეს თავისი და თავისი ოჯახის წევრების პატრიარქის ასახით. შეიძლება სხვა პარტიაც ასე მოიქცეოდა, სხვა ხელისუფლებას ამაზე არ ვლაპარაკობ. მე მინდა თხოვოთ, თუ მართლა ასე გიყვართ, თუ მართლა ასე შეგიძლიათ, ასეთი სიტყვები თქვა, ასე გამოიმშვიდობოთ. აღარ არის ცოცხალი. ახლა მაინც შეუსრულეთ ეს თხოვნა, ეს მისი ბოლო თხოვნა იყო სხვადასხვა. მე არ მგონია რომ კიდე რამე თხოვა გარდაცვალებამდე ისა. დავიწყოთ ამ თეატრალური დადგმით. ვითომ რომ კრემლში აი ბურთი გაიჭხირა ყელში და ვეღარ განაგზო საუბარი. და იქიდან თეატრში მესმის ოქროს ჟოლო ხო იცით ყველას მსახიობს რომ აჯილდოებენ. დაჟე ეგეც არ ეკუთვნის. ისეთი ჯაგა პერფორმანსი დადგა, ისეთი უკონტექსტო და არასწორი პერფორმანსი დადგა, როგორცაც დგავდა ყოველთვის ესეთ მომენტებში, ამას ახსენდება ხოლმე, რომ უნდა გამოჩნდეს, როდესაც რაღაცა დიდი ამბავი ხდება ქვეყანაში, გარდამტეხი ამბავი. და კაპიტალიზირდეს ამ ამბავზე, მიიწეროს ეს ამბავი, ოღონდ მისი ემოციური გამოსვლა. ნებისმიერ მომაყოლოს, კი, ციხის კადრების დროს რუსთავიორის ეთერში, რომლის თანამშრომელიც იყო, იქ შუადღის რუბრიკა მიყავდა. იქ ხო არ წამოვიდოდა რა თქმა უნდა ჯერ მაგდენი წელი რო იქ მუშაობდა და ციხის კადრების ნახვამდე რო პრობლემა არ იყო რუსთავი რა ტიპის პროპაგანდასაც ეწეოდან პრონაცურს ერთ პროგრამა ამისთვის პრობლემა ამისთვის იქ რო დაჯდა და ვითომ რო აი დედავატირი ამათი რო შეინიშნა რომ აი აღარ გაუშვა გულმა და უკვე მართლა საგინებელი გახდა ცოტა ხანში ტიპი გაიჩნდა ზუსტად იგივე ეს მხარდამჭერი და ყველა ესეთი რაღაც დიდი აქცია იქნება, რამე იქნება, გამორბის ამ რაღაც ვითომ ბურთი. მე მგონი ბურთი სერიოზულად საქმეები არ არის, ჩემი მე ძალიან ღიზიანდები მე. ძალიან იშვიათია, რომ ვინმე ესე მაგიზიანდება. აი მაგალითად თეადეიშვილი არის ბევრად ადვოკატი. არა, მე თეადეიშვილს არა, მე თეადეიშვილს პატივს ვცემ განსხვავებით სიტყვაზე დანუკა ჟორჟოლიანის, რომელსაც უნდა რომ თან cool prestigious ნიშნები ატაროს და თან ანუ იმ ნაცებზე მეტად თქო ვისაც უნდა რომ სიბინძურიდან სუფთა იყო თეადეიშვილი არის როგორ იცი რომ აი ბნელი ბოლომდე ორთოდოქსი მიშისტი პორნო პოეზიას უწყობდა მიშას და როგორია იცი რომ აი ბოლომდე წამფრენი ყველაფერი ბოლომდე ბნელი ჩაუდნელდე და დავაიდა ტურაშვილი ეს არის რა საშიში და გასათვალისწინებელი იქნებოდა ვიტყვი ერთ ფრაზას ტურაშვილი საშიში და გასათვალისწინებელი იქნებოდა თუ მას ნიჭი ექნებოდა. რადგან იგი არის უნიჭო და ძირითადად მოსახლეობას ახსოვს აი ესეთი ყალბი გამოსვლილი და მისი შემოქმედებით არა. რატო ჯინსონსაობა? ტურაშვილი და ბუღაძე ერთმანეთს ეჯიბრებიან საქართველოსთან საუკეთესო საჭურისის წოდებაზე. აი სუმაგისის ამაკ. აი ორივე არა, საჭურისობას თუ საჭურისობაზე თუ მიდგა საქმე ბუღაძეს ვერ შეეცილება მაგას. ხოლო ეს არა, ვერ შეეცილება, იმიტომ რომ ეს უფრო იშვიათად გამოდის ხოლმე. ეს ისეთ მომენტებში გამოდის, ნეუბედობის მომენტებში. ის არის დაჟე ისეთი გალობელი საჭურისები რო იყვნენ. კი ბატონო არც უნდა. ზოგადად რა მაინტერესებს ცი? მაგრამ დააყენე რა ადგილი რა ერთი რა. როცა ხარ ტერი ხო? ჯერ დააყენე ამ მომენტში მაინც დააყენე და მე სატანა ეგ არის რომ ვერ ითმენს. საიდან მოიტანა? ეგ არის მნიშვნელოვანი. უკანასკნელი თხოვნა იყო სინდისის პატიმრების გათავისუფლება. აი ლაზარელი საიდან მოიტანა ჯერ ეს ერთი თურმე ბევრჯერ რო ყოფილა ეს თხოვნა. ერთი დამადასტურებელი გამოაქვეყნო რამე. ეს ერთი და ისა მეორე იმაზე რომ ლაპარაკობენ რომ რაღაც ნასავით კლუბი შექმნესო. ანუ თუ ვინმეს გლოვა უნდა და ამათგან, თუ ვინმეს პატივის მიღება უნდა და პანაშვიძე მისვლა იყო თუ გასვენებაში დაკრძალვაზე მისვლა იყო. ანუ რამე ხელის შემშლელი ფაქტორი იყო ვინ იდგა განსასვენებელთან. ანუ იქ დავინახე მე ადამიანი რომელიც არ მომწონს და მაგიტო
შეიძლება რომ არ მივიდა პატრიარქს პატივი არ მივაგო? ანუ საერთოდ რატო დგება საუბარი მაგაზე? გვარამია რატო ლაპარაკობს პატრიარქს? იმდროის თავნაბოლომდე არის მიზანი მისთვის პოლიტიკური პროპაგანდისტული დივიდენდი დაუწერონ. რატომ ლაპარაკობს მართლმადიანი დიდი ბოდიში ამხუმრობას ვიღერებს, მაგრამ ძალიან კარგად ახასიათებს ამ კუდიან დედაბერს ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი რატომ ლაპარაკობს ჯერ რა სისულელე დაწერა, რომ იქნებ კარგი იქნებოდა რომ კვირასო წირვა აღევლინარ ეკლესიებშიო და ხო არ იცის რომ კვირას ხო არასოდეს ეკლესიასაც წირვა არ აღევლინებება სახელმწიფო რელიგიით შემოღების შემდეგ წესია რომ ყოველ კვირა საქართველოში რამდენი ათეული საუკუნეა ღირაობით მართლმადიდებლურ სოფლიოში ყველა ეკლესიაში ღირაობით არის ეგ რო არის ეგ სამომეს ყველაზე პატარა პრობლემა ალბათ მან თავი იყო სამომეს სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ ძალიან ისე რომ დაიწყო ამაცავით საუბარი თქოს გული შედგიოდა და მოამაგე იყო და რაიმე ერთი აგური მაინც დაუდია რამდენიმე თვის წინ, რომელიღაც საერთაშორისო კონფერენციაზე პანელზე იჯდა, იქ საუბრობდა, რომ პატრიარქი არის რუსული გავლენის მთავარი გამავრცელებელი საქართველოში და დიდი სურვილი გამოთქვა, რომ შემდეგი პატრიარქიო პროევროპელი იქნებაო. და პროევროპულ კურსს გააკეთა. ჩვენ ძალიან ეგ მართლა ვინმე უნდა ახსნას. რა არის პროევროპული კურსი? ანუ ვინმეს უნდა დაადგეს ჟურნალისტს და უნდა თქვა, აი პროევროპული დოროთე არა. აი კონკრეტულად როგორ წარმოვიდგენთ? აი კი, დოროთეს ნაირი ადამიანი უნდა იყოს პატრიარქი. დოროთე ზიარება როგორი არის პროევროპელი? ეხლა მე გეტყვი ზუსტად. პირდაპირ გეტყვი. ეხლა მე გეტყვი. ქრისტეშობა 25 ეგ თავისა ეგ გასაგებია. გეტყვი რაც უნდა გაკეთე ქრისტეშობა 25-ში რაღაცა ისტერება და კუდღელი და რა მამა რუსუდანი იქნება ტომოსი უნდა მიცეთ შეწირავს უკრაინულ ხო ეგრეთ წოდებული ბოდიში მაგრამ აი გეტყვით ნაბიჯებს ცალსახად შემდეგ უნდა გამოვიდეს ეკლესია და მოუწოდოს ახალი განცხადებები გააკეთოს ახალი არჩევნები ოღონდ სეკულარიზმს ითხოვენ ეგ არის ეგ აი სამი ნიშანი პირველი 25 მაგათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ჭინკებისთვის რომ 25-ში იყოს მეორე უკრაინა უკრაინის ეკლესიის აღიარება ხო რაღაცნაირად სოფლიო პატრიარქის მმართველობაში გადასვლას გარკვეულწილად ვიცით ეგ ნიუანსები მე ნაკლებად პაპიზმი ვარ ჰა პაპიზმი ხო ცეზარ პაპიზმი კი ბატონო შეიძლება ხო ეკუმენიზმი ეგეც შეიძლება რა თქმა უნდა და მოკლედ ხო გაწყვეტა კავშირი რუსეთის ეკლესიასთან ეგეც აი რამდენი მოთხოვნა აქვს იცი და პირდაპირ მოთხოვნა ახალი არჩევნების. და ოპოზიციური პოლიტიკოსების არქივს ხო არ უყუროთ, აი მეუფეშიოზე რაც ლაპარაკობენ. შიოზე ხო? გაუშვათ შიოზე კი ბატონო. და რუსეთის აგენტი ვითომ ძალათი დანიშნული თანამოსაყდრეთ რუსეთის აგენტი ასევე ის კაცი არც ვიცი სახელი და გვარი და ვინ საერთოდ ვინ ჩემი ფეხებია უკაცრავად ეს არ უნდა დაუშვათ პირდაპირ გეუბნებით ეს არის რუსული პროექტი მეუფეშიოს ღიად რუსეთთან αφილირებული კაცის მოსაყდრედ არჩევა სულიერად გახრწნილი საკუთარი ერის მოძულე რუსეთის უშიშროების რიგითი პაგონებიანი მოსაყდრე თუ რაღაც თანამეინახე მაგარზმანზე უმალ მისი მორალური სიკვდილი დადგება ვიდრე ის გახდება საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი მეუფეშიო როგორც მომავალი პატრიარქი თვითონ როგორც წარმოუდგენია ერთხელაც ქეთს იხრის რუსეთის იმპერიალური ბიბლისტური პოლიტიკისა და მისი მფარველობის წინააღმდეგ ხო ეს კაცი რა ეს მაიმუნი ვირიშვილი არის ზახტა რომ თუ წავაგებო მეო ქვეყნიდან მივდივარ რომ ერთ-ერთ არჩევნებზე პროგრამაა ხო აი სიტყვა გატეხა აბა ისე მართლა რაზე უკრამია რომ სიტყვა გატეხა და არ შეასრულა ხო აი მართლა ვერ მივხვდი რა პრობლემა აი ეს სხვა ლაპარაკობს ვერ არის კაცი კარგად ტანგით უნდა დაკიდო ცოტა ოღონდ მე ჩამოხსნა რა თქმა უნდა მეუფეშიოსად მიდგომა სხვა შორის აგრეთვე არის იმ ტესტის ნაწილი რეალური რა დამოკიდებულება გააჩნდა სუბიექტს პატრიარქისადმი, იმიტომ რომ ეს ადამიანი არის პატრიარქის ცოცხლეშივე მის მიერ აღიარებული მისი მესაყდრე შესაბამისად მას გამოუცხადა მთელ სინოდში ყველაზე დიდი ნდობა ის აირჩია და სიცოცხლეშივე მისცა
მან დაუტოვა მან თავისი ხმა, შესაბამისად მასზე საუბარი მაშინ გამოდის რომ რა ქნა, პატრიარქმა აირჩია რუსეთის აგენტი, თავის მოსაყდრე და ქვეყანა ასეთი იმაში როდესაც შენ ტურბულენტობისთვის როცა თელ შენ მოღვაწეობის დროს, როცა შენ თელ მოღვაწეობის დროს, თელი გზა ლანძღავ ეკლესიას, სხვათა შორის ერთს ვიტყვი რა, შეიძლება იყოს მებრძოლი ათეისტი, საშინელება, მაგრამ შეიძლება იყოს. და შენ მე შენ ღმერთთან მე შენ გაასწორებ ანგარიშებს რა, როგორც ბოლშევიკებმა, ლიდერებმა ჩავიდნენ მოხდა ღმერთთან და იქ გაარკვიეს. ეგ ჩვენ არ ვიცით ვინცად მოხდა, მაგრამ პაходу უცებ, რომ გინდა რომ შენ რაღაცნაირად სიტყვა გეთქმოდეს აი ამ სადაც არ გეთქმის, პაходу შენ ხო გინდა განადგურება. რა მნიშვნელობა აქვს შენთვის ვინ სცემს პარტიის, როგორ სცემს და ასე შემდეგ. აი რა მნიშვნელობა აქვს? ანუ იქ მონაწილეობაც რო გინდა, აი ეს არის ესეც რო გინდა და ისიც და ესე არ გამოვა რა. ხო და ის შენ კარენოი გააძრე. მე უფშიოს რო აძახემ რუსეთში მიიღო განათლება ძალიან მაგარი ამბავია. ანეკდოტია კარგი რა თქო. ანეკდოტია გამონათქვა. განათლება რუსეთში მიიღო და რავით მართლმადიდებლობა ბრიუსელში არის სწავლა. მართლმადიდებლური აკადემია არის ბრიუსელში? ხო ამათ ეგ ალბათ ვერ ისწავლი. ხო აი ეგეთი მართლმადიდებლობა უნდა. კარგი მეგობრებო მე უბრალოდ ერთი რამ ბრიუსელოცენტრიზმი ერთი რამ მინდა ვთქვა რომ ჩვენ გზადაგზა კიდევ ბევრია ესეთი და რატო ვაკეთებთ ამას იმიტომ რომ ერთხელ და სამუდამოდ არ გამოვა მაგრამ რაღაცა თქვენ იცით მაგრამ კიდევ ერთხელ იყოთ ინფორმირებული თუ ვინ გვებრძვის რა აღიარებულებების ადამიანები გვებრძვიან და სად შრიან თავიანთ ბინძურ ხელებს აი ეგ არის ჩვენ უნდა ინფორმირება მოახდინოთ არ არსებობს ამათთან დისკუსია ჩვენ რო არ მოვიგოთ ნებისმიერ თემაზე თუ კი ასეთ სენსიტიურ სულიერ თემაზე ასე იქცევიან ნებისმიერ თემაში შენ ამათზე მაღლად გახარ რა აბარა ნებისმიერ თემაში ყოველთვის ეგრე იყო რა თქმა უნდა ეს არის უბრალოდ მაგალითი სანამ დიდი მადლობა მეგობრებო მადლობა ყურადღებისთვის ხვალ ამბობთ